დღეს 31 დეკემბერია 2024 წლის ბოლო დღე და ჩვენს ყველაზე ახლობელ მეგობრებთან გვინდა აღვნიშნოთ და გავატაროთ ეს დღე. მოვამზადე ქართული საჭმელები, ბევრი ვერაფერი, მაგრამ რაც არის, იქნება ძალიან გემრიელი და რამაც თავარია გულით მომზადებული. ტოლმა თუხთუხებს. ხაჭაპურის შიგთავთისთვის ვიყენებ 100 გრამ ჩედარს, 100 გრამ მოცარელას, დაახლოებით 300 გრამ ფეტას ყველს და ხაჭოს. აი, ასეთი ყველის ბურთები გამოვიდა. ნახეთ, რა ლამაზი ხაჭაპურები გამომივიდა. მოვიდნენ სტუმრები. ბავშვებს ცოტა მოშივდათ და სანამ ვისადილებთ, ხემს ვამზადებ. დავჭერი ხაჭაპური. ახლა გოზინახსაც დავალაგებ. ხაჭაპური. უგემრიელესი გამოვიდა ხაჭაპური. მია, რას ფიქრობ, მია? გაჩვენა. ძალიან ნახეთ. კარგა. ძალიან გემრიელია, ხო დედა? გოზინაყი მოვამზადე ნუშით, მაკადემიათი და ცოტაოდენი ნიკოზით. ხეთ. აქ მაქვს ბალი და მარწყვი. 11 წლის უკან, როდესაც პირველად სამხრეთ აფრიკაში ჩამოვედი, მაშინ პატარა გოგო ვიყავი და გემრიელი საჭმელები, სიმართლე რომ გითხრათ, არ გამომდიოდა. სამზარეულო არასოდეს ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო და აქედან გამომდინარე ჩემმა მეუღლემ აიღო თავის თავზე და ის არის ჩვენს ოჯახში მთავარი მზარეული. მერე გავიზარდე. ბევრი კერძის გაკეთება ვისწავლე, გემრიელიც გამომდის, მაგრამ რატომღაც ჩემი მეუღლე უფრო გემრიელს ამზადებს და ოჯახშიც ასე დამკვიდრდა ეს ცნება, რომ მამიკო უკეთესი მზარეულია ვიდრე დედიკო, ხო და მეც მეტი რა მინდა. ხაჭაპური გვექნება სადილამდე, რომ წავიხემსოთ. აი ეს კომბოსტოს ნიგვზიანი ბურთებთან ერთად. ასევე მივირთმევთ სამ გოზინახს და ხილს. ბალი და მარწყვი. თავარ კერძამდე გონი კარგი ხემსი იქნება დღეს. ყველამ წაიხემსა ჩემს გარდა, მე კი ძალიან მშიას, არც მისაუზმია. სხვათა შორის ხაჭაპურს ეს ნიგვზიანი კომბოსტოს ბურთები ძალიან მოუხდა. კომპლიმენტები მივიღე ძალიან ბევრი. შემდეგ კვირას ეს მეგობრები გვეპატიჟებიან თავისთან სახლში და სამხრეთ აფრიკულ ტრადიციულ კერძს მოამზადებენ, რომელსაც რა თქმა უნდა აუცილებლად გაგიზიარებთ. სამხრეთ აფრიკაში ახლა ზაფხულია და რატომღაც წვიმიანი ზაფხული გვაქვს. ყოველდღე წვიმს თითქმის 40 გრადუსი იყო სიცხე და ძალიან ცხელო და რამდენიმე კვირის უკან ახლა კი ტემპერატურა 16 გრადუსზე დაეცა და საკმაოდ აგრილდა. მიუხედავად ამისა, ბავშვებმა გადაწყვიტეს ეცურავათ გაჯეტებისგან და ტელევიზორებისგან შორს ყოფილიყვნენ ცოტა ხნით მაინც და ვთვლი რომ მართლაც საუკეთესო გასართობია ზაფხულში, მიუხედავად იმისა, რომ გრილა წყალი მაინც იყო ძალიან თბილი და სასიამოვნო. ამასობაში წვიმაც წამოვიდა და მოგვიწია უკვე შიგნით შესულიყავით. კოკის პირული წვიმა იყო. სწორედ ამ წვიმების წყალობით არის, რომ ყველაფერი ამწვანებულია და არის ულამაზესი. ბავშვები ჩემოვიდნენ სახლში და გააგრძელეს ტელევიზორის ყურება. ჩვენ კი ქართულად უნდა შევწვათ მწვადი. პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ღორისხორცს ვწვავთ. დათან შამფურზე. მიზეზი რატომაც არ ვწვავთ ხშირად ღორისხორცს არის ის, რომ არ არის კარგი ღორისხორცი აქ და ზოგადად ცხელ ქვეყნებში, ისევე როგორც სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აქ ძირითადად საქონლის ხორცს მირთმევენ და მართლაც რომ საუკეთესო საქონლის ხორცი აქვთ. ხოლო ღორის ხორცი არის კარგი საქართველოში, ჩინეთში, ცივ ქვეყნებში. საინტერესოა, მწვადი ისე ჟღერსო, თითქოს ზულუს ენაზე საუბრობდეო. ზულუ ერთ-ერთი ტომია აფრიკაში და ჩვენს ქართულ ენას წააგავს საუბრით. მწვადი, ისეთი ბგერები გვაქვს, როგორც მათ. And say one more time. მწვადი.
სადილის დაწყებამდე ჯერ ლოცვას წარმოვთქვამთ, ხელებს ვკიდებთ ერთმანეთს, აი ასე თვალებს ვხუჭავთ და ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ დღეს მაგიდაზე საჭმელი გვაქვს. სამადლობელ სიტყვებს ვამბობთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი წელი ჯანმრთელად და მშვიდობიანად გავიარეთ და კიდევ მრავალ ახალ წელს დაგვასწრებს ჩვენს საყვარელ ხალხთან ერთად. უამრავი სალათი მქონდა მომზადებული, იმას რასაც ახალწლისთვის ვამზადებთ ხოლმე და მთავარი კერძი გახდა ტოლმა, რომლითაც ჩემი სტუმრები ძალიან მოიხიბლნენ. მე ტოლმისთვის მოვამზადე ბერძნული სოუსი ცაციკი, რომელიც მზადდება არაჟნით და ცოცხალი მწვანილებით. ძალიან უხდება ტოლმას. დღის ბოლოს არაფერი აღარ დარჩა. Can mommy help? No. I can help you. We go together. Shall I count to 3? Yeah. Ah, you got an idea. I see. Nice. There you go. Well done. 3, 2. საახალწლო და აი ესეთი პატარა შუშხუნებია სამხრეთ აფრიკაში. აქ დიდი ფეიერვერკების ხმას ვერ გაიგებთ. ალბათ ამიტომაც არის, რომ ყავს ამდენი ფრინველთა და ცხოველთა სამყაროთ. აი ამ პატარა შუშხუნებში ესეთი საჩუქრებია მოთავსებული, ეს მაგალითად ტელეფონის დასად გამიიყო, ეს კი წითელი გვირგვინი. ჩემთვის შესაფერისი საჩუქარი მივიღე. აქ ბავშვებს ამოუვიდეთ პატარა საყვარელი კალამი და ბლოკნოტი. საჩუქარია შიგნით. მომიტანე აბა რა არის? ნახეთ პატარა სათამაშოებია შიგნით. ნახოთ რა არის. გვირგვინებია სხვადასხვა ფერის. ეს კიდევ სახალისო, საინტერესო წარწერებია დატანებული თან. მაგალითად, იცოდით, რომ კატას აქვს 32 კუნთი თითოეულ ყურში. საინტერესოა. ენდი ამბობს, რომ ეს იყო ჩვენი გუგლიო. როდის სანამ გუგლი იარსებებდა, სამ გუგლის შექმნამდე, აი ასეთი მესიჯები იყო ამათი გუგლის სამხრეთ აფრიკაში. ცოტა დავლიეთ კიდეც. გაგვიმარჯოს. აქ ვერ გადამიწყვეტია ვისკი დავლიო თუ შამპანიური. მერე ბავშვებმა იცურავეს კიდევ საღამოს, ბევრი ვისაუბრეთ ერთად და გავაცილეთ ჩვენი სტუმრები. მე კი ისღა დამრჩენია, შემდეგ ვლოგამდე დაგემშვიდობოთ, მიყვარხართ.